მოგესალმებით დოკუმენტების შექმნისა და მართვის ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს ერთი სისტემიდან მართონ დოკუმენტის სრული ციკლი, მისი შექმნიდან ხელმოწერამდე. პლატფორმაზე შესვლისთანავე თქვენ დაინახავთ ზოგად ანალიტიკას, რომელიც თქვენ მიერ დამატებული თანამშრომლების, კომპანიებისა და დოკუმენტების ზოგად დეტალებს გაწვდით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც არსებული სიახლეების მიხედვით ყოველთვის განახლებადია და ამავდროულად თქვენი საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად შეგიძლიათ გაფილტროთ. გაითვალისწინეთ, რომ Smart CLM-ის ვებსაიტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო დოკუმენტის შექმნა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან დამატებით მესამე ენაზე, რომელზეც ესა თუ ის დოკუმენტი გჭირდებათ, რომ შექმნათ. ვებსაიტის მარცხენა პანელზე წარმოდგენილია Smart CLM-ის მთავარი ფუნქციონალები. პირველ რიგში ბუნებრივია გჭირდება დავამატოთ ჩვენი პირადი კომპანია, რომელიც ჩვენი კომპანიის ძირითადი ინფორმაციის შევსებით შემოიფარგლება, როგორიცაა კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისთანები. ძირითადი ინფორმაციის შევსების შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი კომპანიის ლოგო, ბეჭედი და ხელმოწერა. ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ ხელმოწერის დამატების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფაილის ატვირთვის ფუნქციონალი, მისი გენერაცია ან თუნდაც დახატვა. აღნიშნული კი უზრუნველყოფს კორპორაციულ იდენტობას თითოეულ გენერირებულ დოკუმენტში. სისტემის სტრუქტურის განყოფილება კი საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენ მიერ დამატებული დეპარტამენტები და ხელმძღვანელები. დაამატოთ ასევე თქვენი კომპანიის დეპარტამენტები და მისი შესაბამისი წევრები. ამავდროულად მართოთ მათი სტატუსი როგორც წევრი ან როგორც ხელმძღვანელი. იგივე პრინციპით შეგიძლიათ მართოთ დამატებული ხელმძღვანელები მათი თანამდებობის მიხედვით. შემდეგ განყოფილებაში თქვენ იხილავთ თითოეული დოკუმენტის აქტიურ სტატუსს. შეგიძლიათ შეამოწმოთ რა ეტაპზეა ესა თუ ის დოკუმენტი თუ ხელშეკრულება. არის თუ არა იგი გაგზავნილი, ხელმოწერილი, დადასტურებული ან თუნდაც დასრულებული. შესაბამისად, Smart CLM-ზე დოკუმენტის მართვის სრული პროცესი კონტროლირებადი და გამჭვირვალეა. კომპანიისა და თანამშრომლების დამატების შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ დაამატოთ მყიდველები, რომლებთანაც შეძლებთ დოკუმენტების გაზიარებას და მათ მართვას. შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი დოკუმენტი ან გამოიყენოთ სისტემის შაბლონები. ამავდროულად იხილოთ თქვენი ან შემომავალი დოკუმენტები. დოკუმენტების ხელმოსაწერად გაგზავნა კი შესაძლებელია როგორც შიდა გუნდის წევრთან, ასევე გარე მხარესთან, ელფოსტით ან მობილური ნომრის მეშვეობით. შესაბამისად, ხელმოწერის პროცესი სრულიად ციფრულია. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კლიენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არ იშლება და ინახება სისტემაში უსაფრთხოდ. ამავდროულად, როდესაც დოკუმენტი იგზავნება ხელმოსაწერად, მეორე მხარეს შეუძლია ცვლილებების შეთავაზება. ყველა აღნიშნული ცვლილება ინახება ასევე ისტორიაში და კონტროლდება დადასტურების ან უარყოფის პროცესით. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თითოეულ ხელმოწერილ დოკუმენტს თან ახლავს აუდიტის სერტიფიკატი, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა აფიქსირებს დროის ნიშნულებს, ხელმოწერის ეტაპებს და სრულ ისტორიას, რაც მხარეებს შორის სამართლებრივ სანდოობას უზრუნველყოფს. სისტემის ფუნქციონალებში ასევე ხვდებით ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკაში კი განთავსებულია დოკუმენტების შაბლონები, პოზიციები და სერვისები. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც რომელიმე სისტემური შაბლონის დოკუმენტის შინაარსს შეცვლით, შეიქმნება ახალი, ეგრეთ წოდებული ჩემი ვერსია. ხოლო უცვლელად დატოვებული შაბლონები მხოლოდ განახლებულ სისტემურ ჩანაწერს აჩვენებს. პლატფორმა ასევე გაძლევთ საშუალებას შეადაროთ დოკუმენტის სხვადასხვა ვერსია. დოკუმენტების შედარებისას კი ცვლილებები ავტომატურად გამოიკვეთება, რაც ამცირებს შეცდომების და რისკების ალბათობას. და რაც ყველაზე მთავარია, დროს გიზოგავთ. Smart CLM-ი ასევე საშუალებას გაძლევთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაანალიზოთ დოკუმენტი, მიიღოთ მისგან რეკომენდაციები და შეამოწმოთ დოკუმენტისა თუ ხელშეკრულების სისწორე მარტივად. რაც ყველაზე მთავარია გახსოვდეთ, რომ Smart CLM-ი შექმნილია მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით და იგი უზრუნველყოფს შესაბამისობას რეგულაციებთან. შეტყობინებების გრაფაში კი შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტების გაზიარებასთან დაკავშირებული ცვლილებები, რათა არ გამოგჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები. და ბოლოს, წაშლილი დოკუმენტები ავტომატურად გადადის კალათაში და შესაძლებელია მათი აღდგენა ან სამუდამო წაშლა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შეგიძლიათ ეწვიოთ ცოდნის ბაზას, სადაც ყველა თქვენს კითხვაზე პასუხს აუცილებლად იპოვით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.